ჩანთა. წითელი. ეხლა ფერია. ცოტა მუქი წითელი. ეხლა უფრო მუქი წითელი. ალბათ დარწმუნებულები ხართ ამ შეკითხვას ამდენჯერმე ყველა დაგაგისმოთ. რატომ ძირ დაავადებას უნდა ვამბობთ? ეს ჩანთა როგორ გონიათ რას მიპასუხეთ? შამ. როგორ გონიათ ფერი, რომელსაც ჩვენ უყურებთ, ყველა ერთნაირად ამიქვამს? ფერი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ყველასთვის ერთნაირად მოჩანს? აღმოჩნდა, რომ ესე ცალსახად და მარტივად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ყველაფერი უფრო რთულადაა. დღეს ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა უფრო ხმად გადაცვლით ბუნებაში არსებული ფერები და მათი თვისებები. ულამაზესი სანახაობაა ცაზე გადაჭიმული ნაირფერი ცისარტყელა. თუმცა ამ ულამაზესი სანახაობის ნახვა ჩვეულებრივ პირობებშიც ხშირად შეგვიძლია. მაგალითად, ჩანჩქერზე, შადრენის ჭაუში, წყლის წვეთებში, ოთახში და სამკუთხა პრიზმაში, თუ კი მას წახნაგით მზის შუქზე გავხდებით. ადამიანი ამოვლენებს ოდით გამეაკვირვებოდა და ხიბლავდა ფერთა თამაში ალმასის კრისტალებში, მინის პრიზმებში. ძველ ჩინეთში მინის პატარა პრიზმებისგან სამკაულებსაც კი ამზადებდნენ, რომელთა ათასფერიოვარება ისე ხიბლავდა ევროპელ მოგზაურებს, რომ მას დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ და თავიანთ ჩანაწერებშიც ხშირად აღწერდნენ. თუმცა პირველი, ვინც ცაზე ცისარტყელას ფერებსა და ალმასის კრისტალებს ნათინათებს შორის მსგავსება დაინახა, ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი იყო. მან ყურადღება ამ მოვლენებზე ჯერ კიდევ მაშინ გაამახვილა, როდესაც ცდილობდა ტელესკოპში გამოსახულება უფრო მკაფიოდ მიეღო. მაგრამ ტელესკოპის მთავარი ნაკლის ლინზის კუთხეებში ფერადი ლაქების მოშორება მან ვერ შეძლო. სწორედ ამის გამო განსაზღვრა ლინზის ვაგია მინა გამოიყენებინა. სინათლის სიჩქარე ჰაერში 300,000 კილომეტრ-წამის ტოლია. მაგრამ სინათლე სხვადასხვა ფერისაა. რომელ მათგან შეესაბამება სინათლის ეს მნიშვნელობა? აღმოჩნდა, რომ ჰაერში ფერის სინათლე ერთნაირი სიჩქარით ვრცელდება. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელი არ არის სინათლის სიჩქარეთა გაზომა. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გარდაწყდება სხივი ნაკლებად მკვრივი გარემოდან მეტად გარემოში. ოპტიკურად ავიღოთ, მოდით გავარჩიოთ, რომ ოპტიკურად ნაკლებად მკვრივი გარემო არის ჰაერი, ხოლო მეტად მკვრივი მინა. ამ დროს ნაკლებად მკვრივი გარემოდან მეტად მკვრივ გარემოში გარდატეხის კუთხე მეტი იქნება, დაცემის კუთხე მეტი იქნება გარდატეხის კუთხეზე. ალფა მეტია ბეტაზე. ხოლო ოპტიკურად მეტად მკვრივი გარემოდან ნაკლებად მკვრივ გარემოში გარდატეხის კუთხე დაცემის კუთხე ნაკლები იქნება გარდატეხის კუთხეზე. ბეტა მეტია გამაზე. ხოლო პრიზმაში დაცემული სხივი ის ორჯერ გადაწყდება და ორჯერ დაიხრება პრიზმის ფუძისაკენ. ფერადმოსფეროზე შემდგომა დაკვირვებამ ნიუტონი უდიდეს აღმოჩენამდე მიიყვანა. დარობის ვიწროხლოდან შემოსული სინათლე სამკუთხა პრიზმაზე დაცემისას ორჯერ გადაწყდებოდა, ხოლო დარობის მოპირდაპირე მხარეს კი ცისარტყელასებრი ზოლის სპექტრი ჩნდებოდა. სპექტრიდან ნიუტონმა 7 ერთმანეთში გარდამავალი ფერები გამოყო, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით იქნა დალაგებული: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. მოდით ცადოთ გავიმეოროთ ზოგიერთი ცდა, რომელსაც ნიუტონი ატარებდა მცირედი სახელმწიფოებით. ჩატარებისას ჩვენ ვიყენებთ ლაბორატორიულ პროექტორს, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე, ასევე სამკუთხა პრიზმას, რომელშიც გავის შემდეგ სხივი გარდაწყდება და იშლება ფერებად. ასევე ვიყენებთ ლაბორატორიულ თამბას, რომელზეც აირეკლება გარდატეხილი სხივი. სიდან შეიძლება ესეთი დასკვნა გავაკეთოთ. თეთრი სინათლე რთული შედგენილობისაა. ის 7 ფერის სხვადასხვა სხივისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული მარტივია და შემდგომ ფერებად აღარ იშლება. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩვეულებრივი ლაზერის მარტივი სხივი, არის პრიზმაზე დაცემის შედეგად ფერებად აღარ იშლება. ისევ წითელი ფერი იქნება. თეთრი სინათლის შემადგენელ ფერებად დისპერსია ეწოდება. სწორედ დისპერსიის შედეგია სპექტრის წარმოქმნა. შეიძლება სხვაგვარად ესეც ჩამოვაყალიბოთ. ნივთიერება სხვადასხვა ფერის სინათლის მიმართ სხვადასხვა გადატეხის მაჩვენებელი აქვს. სწორედ ამის გამო შლის პრიზმა თეთრ
სინათლეს. ეს მოვლენა ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა 1666 წელს აღწერა. ეს საშუალო პირობითია და უფრო მეტად შემთხვევითი. სავარაუდოდ ნიუტონი იმყოფებოდა ევროპული ნუმეროლოგიის გავლენის ქვეშ და ეფუძნებოდა 7 ნოტის ანალოგიას ოქტავაში. სწორედ ამიტომ ნიუტონმა მიიღო 7 ფერი. თუმცა ეს ვარაუდით საკმაოდ წარმატებით მოქმედებს და სამყაროს დღესაც ნიუტონის მიერ შემოთავაზებული 7 ფერი თავლება. ხალხი მოდით ნახოთ როგორ ხედავს თვალი ფერს. თვალის ფერი დაფარულია ბადმით, რომელსაც განლაგებულია სინათლისადმი მგრძნობიარე რეცეპტორები, ეს არის ჭხირები და კოლბები. ადამიანის თვალში ჭხირების რაოდენობა 125 მილიონი შეადგენს, ხოლო კოლბების რაოდენობა 7 მილიონს. ჭხირები აქტიურდებიან შავ და თეთრ ფერებზე, ხოლო კოლბების აქტიურობა დაკავშირებულია სპექტრის ძირითად ფერებზე. ესენია წითელი, ლურჯი და მწვანე ფერები. ასევე კოლბების აქტიურობა დაკავშირებულია საგნის ფერზეც, მაგალითად ჩვენ თუ ხედავთ მწვანე ფერის საგანს, ჩვენ თვალში აქტიურდება მწვანე სინათლისადმი მგრძნობიარე კოლბები. ჩვენ შესავალში ასევე ვახსენებთ დალტონიზმით დაავადებული ადამიანი. დალტონიზმი ეს არის დაავადება, როდესაც ადამიანი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს ფერებს უმეტესწილად, ეს არის წითელი და მწვანე ფერი. ეს დაავადება პირველად მე-18 საუკუნეში ინგლისელმა მეცნიერმა დალტონმა აღწერა, რომელსაც თვითონვე ჰქონდა ეს ნაკლი. შესაბამისად სახელწოდება აქედან გამომდინარეობს. დალტონიზმით მამაკაცთა 8%, ხოლო ქალების 5.5%-ში გვხვდება. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სურათებში კარგად ჩანს, როგორ აღიქვამს დალტონიზმი ადამიანის თვალი ფერები და ნორმალური ადამიანის თვალი. თქვენ კარგად დააკვირდებით, რომ წითელი ფერი უმეტესად ვერ აღიქვამს დალტონიზმით დაავადებული ადამიანი, ხოლო მწვანე ფერს კი ნაწილობრივ. სინათლეს ძოს ნიუტონმა სპექტრი უწოდა. როდესაც სინათლე პრიზმის პირველ ზედაპირს ეცემა ფერების სხვადასხვა კუთხით გარდაცვლება. ეს სინათლის სარგეულ ფერებად დაშლას იწვევს. დაშლილი სინათლე მეორე ზედაპირში გავლისას უფრო მეტად გარდაცვლება. ყველაზე მოკლე ტრანსფერებია ლურჯი და ის ფერები, რომლებიც ყველაზე მეტად გარდაცვლებიან. ზოგადად სისარტყელა არის ბუნებრივი დისპერსიის შედეგი, ის მაშინ ჩნდება საშუალებასაც ჰაერი გაჟღენთილია წვიმის წვეთებით, სინათლის წვიმის წვეთში გადალებისას ფერებად იშლება. სხვადასხვა ფერის სინათლე წვეთის უკანა კედელზე აირება და გამოსვლისას ფერებად იშლება. მიუხედავად თითოეული წვეთთან ჩვენს მიმართულებით მხოლოდ ერთი ფერი აღწევს, მიუხედავად ამისა ჩვენ მთლიანად ავუქვამთ სისარტყელას. ვინაიდან სინათლეს ჩვენი მიმართულებით მილიონობით წვიმის წვეთს აირეკლავს. ჩვენ თუ მაგალითად სისარტყელას დავაკვირდებით ზემოდან, მაგალითად მთიდან, შესაძლებელია მას რკალის, არამედ წრის ფორმა ჰქონდეს. ასევე გავიგოთ თუ რა განსხვავებაა საღებავის ფერებს და სპექტრის ფერებს შორის. დიდ შეიძლება აიხსნას სამყაროს მრავალფეროვნება. თეთრი სინათლის შეფერილი სხვადასხვა ფერის ხილები არა მარტო განსხვავებულად აირეკლება, არამედ განსხვავებულად შეთანხმება და აირეკლება სხვადასხვა სხეულის ზედაპირის მქონე საგნის მიერ. რატომ ხედავთ სხეულებს სხვადასხვაფერად? სხეულის ზედაპირი დაცემული სინათლის ნაწილს შეთანხმავს, ნაწილს კი აირეკლავს. სხეულის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფერს აირეკლავს იგი მასზე თეთრი სინათლის ფენათების დროს. მაგალითისათვის სურათზე წარმოდგენილია მარწყვი, რომელიც აირეკლავს სინათლის წითელ სხივებს, მისი ფოთლები კი მწვანე სხივებს, ნაჩვენ ფერებს კი უბრალოდ შეთანხმავს. თუ სხეულის ზედაპირი აირეკლავს სინათლის ყველაფერს, მაშინ ჩვენ მას ვხედავთ თეთრ ფერად, ხოლო თუ კი შეთანხმავს შავ ფერად. როგორც უკვე აღნიშნეთ, სპექტრალური ფერები შედგება 7 მარტივი ფერისაგან. ამათგან კი გამოარჩევენ 3 ძირითად ფერს, ესენია წითელი, ლურჯი და მწვანე. ამ ფერების ერთმანეთზე ზედებით მიიღება თეთრი ფერი, ხოლო ამ 3 ძირითადი ფერის მიღება სხვა რომელიმე ფერების ზედებით შეუძლებელია. უკეთეს ლაბორატორიულ პირობებში განათარგმნობით განათებისას მწვანე, წითელი და ლურჯი ფერების ერთმანეთზე ზედებით მიიღება მეორადი ფერები. ესენია ცისფერი, ყვითელი და იისფერი. იისფერს ჩვენ მევსენებენ როგორც ჩხუბოსფრად და იასამნისფრად. სურათზე ნებისმიერი ეკრანის გამოსახულება ტელევიზორისა თუ კომპიუტერის მიიღება მხოლოდ 3 ძირითადი ფერისაგან. ეს არის წითელი, ლურჯი და მწვანე. ეს ფერები გარკვეული რაოდენობით ერთმანეთს ერევა და მიიღქმის გამოსახულების სრულ დიაპაზონს. სწორედ ამ 3 ძირითად ფერზეა დაყრდნობილი ფერადი კინო, ფერადი ფოტოგრაფია, ფერადი ბეჭდვა და ფერადი ტელევიზია.
სურათზე გამოსახული ბიჭუნა ხალისით ერთობა ფერებით, მაგრამ ალბათ მან ასაკი სიმცირის გამო არ იცის ისევე როგორც ბევრმა ჩვენთაგანმა, რომ საღებავის ფერებს განსხვავებით სპექტრალური ფერებისაგან რთული შედგენილობა აქვს. თუკი სპექტრალური ფერების ძირითადი ფერებია წითელი, მწვანე და ლურჯი, საღებავის ძირითადი ფერებია წითელი, ყვითელი და ლურჯი. მეტი თვალსაჩინოებისათვის შევატაროთ მარტივით და საღებავებით. Ყველასათვის საყვარელი და სასურველი ძვირფასი ქვა არის, ფრილი
დაუმუშავებელი ალმასია. ალმასი დამუშავების ზედაწოდებული ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით იღებს სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. წახნაგები მაშინ იმგვარადაა განლაგებული, რომ სხვითა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სულშინა განარეკვას განიცდის და ალმასში მაგალითად დისპერსიის გამო სპექტრის ფერაცხეობა იშლება. ამიტომ არეკვის სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. თქვენ ფოტოზე არ ხედავთ ორ ბრილიანტს. ის უბრალოდ ეფექტის გასაძლიერებლად დევს სარკისებულ ზედაპირზე. ბრილიანტის მასას მომეყარებით ხოლო დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულებად. ახლახან ჟენევის აუქციონზე ვინმე ალფრედო მოლინამ გასაყიდად გამოიტანა საკუთრებაში მყოფი $15 მილიონ შეფასებული 76.2 მიასეთი კარატის ბრილიანტი, რომელიც რომლის დაცვისათვისაც სადაზღვევო საბჭოს მესეურები აუქციონის მსვლელობის პერიოდში დღეში $10,000-ზე მეტს იხდიდნენ. თქვენ სურათზე ხელშეუძლეთ დააკვირდეთ ამ ბრილიანტს, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფას ქვად ითვლება. ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა. სწორედ მისი მეშვეობით ვიცით ჩვენ დღეს, რომ ნივთიერებას სხვადასხვა სიფერის სინათლის მიმართ სხვადასხვა გარდატეხის მაჩვენებელი აქვს. სწორედ ამიტომ პრიზმა შლის თეთრ სინათლეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დავესწროთ, რომ დისპერსია არის ნივთიერების გარდამაჩვენებლის გარდატეხის მაჩვენებლის ფერთან დამოკიდებულება. თეთრი სინათლის შემადგენელი სხვადასხვა ფერის სურათი არა მარტო განსხვავებულად აირეკლება, არამედ განსხვავებულადაც გარდატეხება სხვადასხვა ფერის ზედაპირის მიმართ. რატომ ხედავთ ჩვენ სხეულებს სხვადასხვა ფერად? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. სხეულის ზედაპირი მოცემული სინათლის ნაწილს თანხავს, ნაწილს კი აირეკლავს და როგორც უკვე ჩამოეწინა გამოსვლელებმა ახსენეს, სხეულის ფერი ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რომ რომელ სპექტრს აირეკლავს სხეულის ზედაპირი თეთრის სხივით დანახების დროს. თუ სხეულის ზედაპირი ფრენაში თანხავს ყველა სპექტრულ ფერს, მაშინ თვალი მას აღიქვამს როგორც შავ ფერს, ხოლო თეთრი ფერის ზედაპირი ყველა ფერს თანაბრად აირეკლავს. ძირითადი ფერებია წითელი, მწვანე და ლურჯი. ყვითელი სინათლის თვალში მოხვედრის შემდეგ სინათლე აღგზნებს წითელ და მწვანე უჯრედებს, ლურჯ უჯრედებს კი არა, ასე რომ მტკივნო არ ყვეიცის, რომელიც კომბინირებული სინათლე აღიქვას როგორც ყვითელი ფერი. ახლა კი დრო ავისაუბროთ ფერების დანიშნულებასა და სიმბოლიკაზე ყოფილ ცხოვრებაში. თავისებურად აღიქვამს სამყაროს, იმ სიჩქარეს, რაც მას ირგვლივ ახვევია. ფერებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ფერების თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს მასზე. უკვე კარგახანია დადგენილია, რომ ამ ფაქტორით შეიძლება ვისარგებლოთ ბიზნესში, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას, ფსიქოლოგიური კლიმატის გასაუმჯობესებლად, შინ და გარეთ. ფერი ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივი სუბიექტური მახასიათებელია. ფერი ფართოდ გამოიყენება როგორც ადამიანის ყურადღების მართვის საშუალებად. ფერთა ზოგიერთი შეხამება ითვლება ყველაზე უფრო საუკეთესოდ, მაგალითად, ლურჯი და ყვითელი. ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელებად კი წითელი და მწვანე. ფერთა აღქმის ფსიქოლოგია ხსნის თუ რატომ და რომელი ფერი მოქმედებს ზიერად ადამიანის აღქმასა და ემოციებზე. ცნობილია, რომ წითელი ფერი ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვას, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. აღმოსავლური რელიგიებისათვის წითელი ფერი სისხლთან, გამარჯვებასთან და ცეცხლთან არის ასოცირებული. ბერძენი ქურუმები, სპარსელი მეფეები, ამერიკელი და ავსტრალიელი მეომრები წითელი შეფერილობის სამოს ანიჭებდნენ უპირატესობას. მათი რწმენით, წითელი ფერი საუკეთესო საშუალება იყო ტყის დასათხოვნად და შესაშინებლად. სამაგიეროდ წითელი ფერი ნებს ჭარბი წონის ადამიანებს. ნარინჯის ფერი ხელს უწყობს კუთვნილ-წყლის ტრაქტის მუშაობას, აღღვევს მადას. სწორედ ამიტომ ძველად სასადილო ოთახებში ნარინჯისფერ აბაჟურებსა და ფარდებს კიდებდნენ. საერთოდ ნარინჯისფერი დამოხტავი, სასიამოვნო და მხიარული ფერია. ყვითელი ფერი ბევრი ხალხისათვის მზესთან და ოქროსთან არის ასოცირებული. აზიელებისათვის და აზიელი ხალხის უმრავლესობისათვის კი ეს ფერი გლოვის, სიკვდილისა და ღალატის სიმბოლოა. გადმოცემით იუდა ყვითელი ფერის სამოს ატარებდა. წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ზოგადად არის
თბილი გამის ფერები. მწვანე უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ფერი შორის ნერვოს, გაღიზიანებასა და გაცივებას. ცისფერი და ლურჯი სხვისა და ცის ფერებია. ეს ფერები მარადიულობის, საიდუმლოებისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლოს წარმოადგენს. ლურჯი შარიტები და ფარდები დამამშვიდობად მოქმედებს ადამიანის თვალსა და ნერვებზე. დადგენილია, რომ ცისფერი ბევრად უფრო ფაქიზად მოქმედებს ვიდრე ლურჯი. რადგანაც ცისფერი ფერის განათება სუფრა და ჭურჭელი გარკვეულწილად პროდუქტის მიმზიდველობას უკარგავს და ამის გამო მადასაც კი აქვეითებს. იისფერი უმაღლეს ნერვულ შესაძლებლობებსა და ინტელექტუალურ მოღვაწეობას განსაზღვრავს. ეს ფერი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი სახის ფსიქიკური და ნერვული დარღვევისას, ტვინის შერყევისას და აგრეთვე ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. ფერი ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხალისხობრივი სუბიექტური მახასიათებელია. როგორც შესავალში აღვნიშნეთ, წარმოუდგენელია, რომ ფერი აღვიქვათ ასე მარტივად და ცალსახად, რადგანაც იგი განისაზღვრება ფიზიოლოგიური ხედველობით შეცდომის წარმოშობის საფუძველზე და დამოკიდებულია მთელ რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმა განისაზღვრება აგრეთვე ადამიანის ინდივიდუალურობით, სპექტრული შემადგენლობით, ფერისა და სიკაშკაშის კონტრასტზე მიმდებარე სინათლის წყაროსთან შედარებით და აგრეთვე საგნებზე, რომლებიც არ ანათებენ. ფერის გაგებას აქვს ორი მნიშვნელობა. ის შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ფსიქოლოგიურ შეგრძნებას, გამოწვეულს სინათლის არეკლით ობიექტიდან და აგრეთვე შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვან მახასიათებლად თვითონ სინათლის წყაროსათვის. ასე რომ აღსანიშნავია იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ გვიდა რომ მივცეთ სინათლის წყაროს ფერის ახასიათება, ასეთი სინათლე ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, არ არის ნაცრისფერი და ყავისფერი სინათლე. სინათლის სხვადასხვაგვარ სპექტრალურ შემადგენლობას შეუძლია მოგვცეს ერთნაირი გამოსახულების ანარეკლი მხედველობის რეცეპტორებზე. დამატებით ფერი შემოღებულია ძირითადი ფერების ანალოგიის მიხედვით. დადგენილია, რომ ზოგიერთი ფერების ოპტიკური შერევით შესაძლებელია მივიღოთ თეთრი ფერის შეგრძნება. ასე რომ ძირითადი ფერების ტრიადის წითელი, მწვანე, ლურჯის დამატებით ფერებს წარმოადგენს ცისფერი, იისფერი და ყვითელი. პოლიგრაფიულ პრაქტიკაში ძირითადი ფერების შეხამების დროს გამოიყენებენ სხვადასხვა ფერების, ძირითადი ფერების სხვადასხვა ნაკრების შეხამებას. და აი ეკრანზე თქვენ ხედავთ გამოჩენილი ხატვის ოდმონეს ფრანგული იმპრესიონისტული ფერწერის დამფუძნებლის საუკეთესო პეიზაჟს და ჰოლანდიელი მხატვრის იან ვან ოსის ნატურმორტს, სადაც ძალიან კარგად ჩანს ფერთა თამაში და მათი უზადო შეხამება. რომ არაფერთა სპექტრი და სინათლის დისპერსია სამყაროს აღქმა შეუძლებელი იქნებოდა. ფერთა სპექტრის გარეშე წარმოუდგენელია ბუნების, ლამაზი პეიზაჟების, ფერწერული ტილოების, ფოტოობიექტივი თუ კინოგორები წარმოდგენილი ფოტო და კინოფილმების შეცნობა. ფოტოსინთეზი მცენარეთა სამყაროში სინათლის აქტიური მონაწილეობის გამო და ამასთანავე სხვა უამრავი რამ-ის გამო მშვენიერება დაკარგავდა თავის ძირითად არსს, რაც ვფიქრობ, რომ სამყაროსა და ადამიანისათვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა. იმედოვნებთ, რომ ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია თქვენთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო იყო. მისი დაწვრილებით შეფასება კი თქვენთვის მოგვინდია. ძალიან დიდი მადლობა მომხდარებისათვის. დიეტაზე გამიმეორე რომელი ფერია გაიგო. ეს რატომ მაგათ არის? ეს არის ფსიქოლოგიური აღსტების, რომელთა ჩაგმავებისას ისე მოსწავლეთ, რომ განაჩენი ვერ მოვიტანეთ აქამდე. ეს საკმაოდ უწოდ არის ასწინი. ფსიქოანალიტიკურად როგორ რატომ მოქმედებს ეს ატმოსფერი ადამიანზე ასეთნაირად? ანუ მომდევნო პროექტის თემა. მომდევნო პროექტი, მაგრამ არ მგონია რომ ამას ასეთი დრო ეყოს. ვაშინგტონში. მე პირველ რიგში თქვენ ხოთ რომ შეაფასოთ იქა თქვენი სიტყვა პირველ რიგში მადლობას მოგიხდით თქვენ და თქვენს უსაუბრეს სასიამოვნო ფოტოები მოხდა. ნამდვილად ბევრი გაკვეთილი მომისმენია დისპერსიასთან დაკავშირებით, ბევრი გამომისმენია ესე კარგად, ესე თავმოყრილად და ესე განლაგებულად მართლა არსად არ მომისმენია ამდენი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც არ იყო მომაბეზრებული და იყო ძალიან მსუბუქად მოსმენილი და კარგად გასაგები. ალბათ ამაში ყველა დამიგახება და დიდი მადლობა
არის მასწავლებლსაც. ძალიან კარგი. არაფერი რა, არაფერი. ბავშვებს მაგდრომდე უთხარ გადასარდა. გადასარევად არის, მაგრამ არა, ძალიან კარგი. კიდევ არ იმაზე, რომ მას შეიძლება მარტო ვნახოთ, შეიძლება ეს ფაქტო ნახოს ქალაქიდან მოწვეულმა ფიზიკოსებმა. რომელიც ჩვენ მოეწონება მეგობრული ყველას. გარდაცვალების პრიზმული ფიზიკა, მაინც საინტერესოა. და სამარე ფიზიკა თქვა. შერევის მაინც გავაწევთ, არა, ვაჯამაშო ალქიმიკოს როლს იწყებია. ძალიან მომეწონა და ნუ ამ ბავშვებისგან ანჩოლები სხვას, მაგრამ თქონდა თქვენი შრომა ძალიან თავს და ძალიან საინტერესო იყო და ნუ ასეთი ტიპის პროექტებით უფრო გაუგებრთ ქიმია ფიზიკის სწავლას ბავშვებს და ისე პარალელურად მასწავლებლებს. ეს ძალიან მომეწონა. მე ცოტა მაღაზია ამწია შემდეგი. ახლა მეცევსებ თავისუფლებას ორი სიტყვა მაგას ამას ვხდი ხდანას და ვსუხარ რაოდენობა დავთვალე მოსწავლეებისა ცოტამ ესე იგი იმდენად დიდია ეს ყველაფერი რაოდენობრივად მეცოდავებით ძალიან და ვსუხარ და კიდე იმასაც ვამბობ სად წავიდნენ ის კარგი ბავშვები და უკეთეს სად რომ გარემოში წავიდნენ ამ ხელა სიამოვნებას რომ მოაგდნენ ბატონოს აღსანიშნავია ის რომ არც ერთი მოსწავლე სიძულებით არ აკეთებდა. აშკარად ეთხოვოდა თითოეულს ის სიამოვნება, რომელიც მიიღეს შრომისგან. ჩემთვის ფიზიკის გაკვეთილი ამ წუთში არასპეციალისტისთვის, ფილოლოგისთვის იმდენად ფასობს, რამდენადაც ჩემთვის რამდენადაც გასაგებია ჩემთვის. და მე ვფიქრობ, ვარაუდობ, რომ გავიგე. თან გავიგე, ძალიან ბევრი საინტერესოა. აი პრაქტიკულმა დანიშნულება მოხდა ზუსტად იმ კონდიციამდე რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა კონდეს ადგილი სიტყვის რაც ქალბატონმა იზომ თქვა არ შეიძლება მეცნიერების გარდაცვალება და ვფიქრობ კიდე რომ ალბათ დიფერენცირებული სწავლება და კონკრეტულ წელზე გათვლილი სწავლება ზუსტადაც აუცილებელია რომ მსგავს შედეგს მიაღწიოს მასწავლებელმა თორე როდესაც მონაცვლეობის სწავლობდნენ ბავშვები იყო ასეთი პროგრამა ხო 3 თვის განმავლობაში ფიზიკას მე 2 წელიწადს ასწავლობდნენ და მე 3 წელიწადს ისევ შეადგენდნენ მე ვფიქრობ რომ მეცნიერება ზოგადად ასე არ ისწავლება და ალბათ უმჯობესია რომ მცირე ულპები მივაწოდოთ ბავშვებს თანდათანობით რომ უეჭვად საშუალო შედეგამდე მივიდეთ და ბოლოს და ბოლოს ის მაინც ეცოდინებათ რომ თეს არ უნდა მიასხათ წყალი და ანდა ვერიფი გასანდი არ უნდა გაყვენ ის სადაც არის აალევადი ნივთიერებები და ფიზიკა და ქიმია აუცილებელი სიცოცხლე იცით თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ფილოსოფიურად რომ არ შეიძლება თუ არ ეცოდინებთ ფიზიკა და ქიმია ასე რომ ყველა საგნის ცოდნა საშუალო დონეზე არის აუცილებელი რომ მივიღოს საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებული მოქალაქე. ბოდიში სიტყვა გამიგზავნა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ემოცია რომ არ მეთქვა არაფრით არ შემეცნო. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ისე შორის პროგრამში ჩართული ფილოსოფიის საკითხი არის გამჭირდება სადა და თავის კაბინეტში და მოსწავლეებთანა დიახ ასეთი შედეგი მიიღწევა როდუნებით და შრომ და მიხარია. ძალიან მიხარია და მოგიწოდებ ალბათ ეს ფამილიერ შედგენილი მოპოვებული მასალა დასკვნები რომელიც გააკეთეთ და გაუზიარეთ სხვებსაც რა თუმცა არა ბავშვებმაც და კოლეგებს თუ რაღაცა ფილოსოფიური არამომიჩენია მარტივად ხომ გავაგებული მასწავლებს რა პრაქტიკულ მეცოდინება რომ ფინჯალი უნდა შევიძინო ცისფერი აუცილებლად იქნება და ეს აი ყველაზე სასარგებლო იყო ეგ ხო უყურეთ. აი ძალიან არა მარტო ეს თუ იგივე დავშატავი პორტრეტის ხელოვნება და ზოგადად ბევრი რამე მე ძალიან გავხდი ყველაზე დიდი გამოფენება რაც მომგვარა ამ თემასთან მუშაობა ბავშვებთან ერთად თემა ბავშვების განვითარებაზე და ისაბალოდეს იყო ის რომ ბავშვებმა მე აღმოაჩინეს რომ დისპეციის გარეშე შეუძლებელია და ახმა შერევის ახმა ასი შენი ურთიერთობის და საბოლოოდ ფოტოსინთეზი არიარსებებდა უნებაში და არიარსებებდა სამყაროში და ჯანსაღი საბოლოოდ აი ეს აქედან ისე გამოდის რომ
აი ბუნებასაც თავისებური მიხედვა რომ უნდა მათთან მივიდა და ჩავიდა. ის რომ ასეთი ხდება ჩვენს გარკვეულწოდა ჩვენს მიგვაგებინა რაღაც გარკვეული ცოტა. მიგვაგებინა კი არა. მუშაობის პროცესში ესენი რომლებზეც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მე თვითონაც ძალიან ბევრი ვისწავლე და მასწავლე. იმიტომ თანამშრომლობა მოსწავლეებთან ერთად. ბაზამების ერთმანეთს რამდენიმე კვირის განმავლობაში მაგრამ უნდათ შედეგი მივიღეთ ამის ვისწავლება. მათი მიუხედავად ჩემი ძალიან ბევრი ნებულობისა მათ მაინც მომწეს ის მუქი და მას შემოდის რასაც დღევანდელი ლექცია და დღევანდელი შეჯამებია მინდა რომ მოუწოდო ყველას რომ ვიბაცო მოხდნენ და წამოხვდნენ ასეთი რაღაცების გამო შეიძლება უამრავის ძალიან ბევრის ცირება ყველა საგანში ყველა საკონდა ათვილი ქონა ჩვენეს რომ 40 არ გადაცილება არ გადაცილება კი არა 25 წუთი დამთავრდა იმიტომ რომ იმდენად გააჩნიეს ხელი ცდების საწყობასთან რაღაცებში ეს იუნის საქმე არაა. იმდენად აბსოლუტურად რომ აი ეს ყველაფერი გამოვიდა ძალიან საფად ლაგურულად და მოკლედ რა თქმა უნდა მოგვეყარა ტექსტის ტექნიკა მოგვეყარა ბატონი ბადა თავისი პროგრამებში იმ შეგვაში თერისების გაშიც რაც მომცა საერთოდ საბოლოოდ მე თვითონ იმდენად ვარ გაყოფილი რომ შეიძლება ალბათ სხვა მოუყოფილო დაჭერა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიუხედავად იმისა რომ რომელიც არ უნდა ყოფილიყო ნამუშევართან დაკავშირებით, მაგრამ ეს პროცესი გააბატინა საერთოდ გაწყვეტილ. ბატონო, მუშაობის პროცესში როცა მუშაობს ადამიანი, მაშინ არის ზუსტად რაღაც ხალხს არ მოაჩვენა. ყველაფერი დასაპირებული ყოფილიყო, შეიძლება ერთი საერთო ხუბა შეერთებინა და არაფერი არ გამოსულა. ეს აშკარად იცოდნენ. შეიძლება კიდე ეს არის ძალიან ძიმე. ხო, რომ ეჩვენებინა, მაინც არ მაჩვენა. არ მაჩვენა, იმიტომ ეშინია, იმდენად ეშინია. იმდენად გაზაფხული გავდარო, ეს ხელი და გაგივადე. არის ასე უნივერსიტეტიდან მოხდა. არა, ჩვენთან რა პირველში რომ ანუ იმ ჩამონათვალში არ არის ჩვენთან, ხო? არის ისეთი შობის ეს მართლა თამაშები და ეს სათამაშო. აი ამას აღარ გადავიღე, მაგათო რეზუმე ნახო სათამაშო. ესა ახალი, ესა საუბარი. ამი გასა, ლაზერი მოგწვა გამახდა. ეკრანზე და შეიძლება ეს იმდენად. ლოკალურია რომ რამდენი მოხდა. ანუ ჯგუფისთვის საქმადი არის. კარგი ბავშვები ხარ დამდვილად, სოსო მასწავლებელთა სულ. ბატონო სოსო, ქალბატონო ისო, ქალბატონო თამარ. აქტიურად რომ თქვენი სიტყვა ზუსტად იგივეა, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის და უნებრივია იქნება ვერ შედეგიც. ახლა მე ჩემ კოლეგებთან ახლა მე ვისაუბრებ. დაწოლებით. რატომ მე შევედი თეორიაში ძალზე შორს? ამის თეორია სინათლის ინტერფერენციის, სინათლის დისპერსიის თეორიაში მოდის ისეთი მათემატიკური მასალა, რომელიც თეორიულ ფიზიკაში სწავლა მხოლოდ უნივერსიტეტის ბოლო კურსებზე და ინტეგრალურად დიფერენციულ აბსტრაქციად დაფუძნდება. დიახ. და ამათან ამას ვერ გავაკეთებდი. ახლა ის რომ ტალღის სიგრძეზეა დამოკიდებული და ისა დისპერსიის შედეგი და ჩვენება ეს ძალიან კარგად ნახეს და განახატა. მეტი შორს გადავიდა. არა, ეს აუცილებელი ცოდნა, რომ ძალიან საინტერესოა და თვითონ გააზრებულად წარმოადგენს და როცა ამათვის აკასაგები მე გავხდება ჩემთვის ისტორია. თუ თვითონ ვერ ავეკვამენ ამას და უბრალოდ სიტყვის გასაგებია, მე დანარჩენისთვის იქნებოდა უცხო და ახლა დააწმუნებული ვარ. მე ჩინადულად არ მეგარები ისე ამწვენია ამ სიტყვის მესკოლისმერე ფიზიკურად, თეორიულ ფიზიკასთან ისე პრაქტიკაში უთუთუ გავხსნა და რაღაცა შევაკეთებ, მე შეხება არ მქონია ნამდვილად, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველა იმათვის ვინც ყველასთვის გასაგები იყო, ახლა შორნას ვერ შევხედავ, ისაც ტექნიკურია. მაგრამ ასწავლებელო მე გავიგე, თქვენს დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ გავარდნო და მიხარია, იმიტომ რომ მე და თქვენ ფილოლოგები. ჩვენი მიზანი თავიდან როცა ამას ეკეთება დავიწყეთ, იყო ის რომ რაც შეიძლება პოპულარული ენით და პოპულარული მასალით მოგვეტანა ფერებზე აკეთე ბავშვი რო იჯდეს ყველას გასაგები ეს არის 100%-იანი შედეგი ზუსტად ამას პლუს ეს სახელმწიფო რომ არ იყოს მხოლოდ ორისთვის განსაკუთრებულად ღრმად გასაგები და დანარჩენი არ დავჭეს გაკვეთილის მიერ აი ეს არის ზუსტად ყველაფერი მე ძალიან
გიორგი ვარდავა. მარტოვაცანა, ბატონო გიორგი, როგორ მოგეცი? ასე შედარება განაცხადა. საერთოდ იმაშია რომ მე გავაკეთე ის ტექნიკურად რომ გამოცხადება და მინიმუმ მაინც კიდევ არ გამჭირდა, თორემ აშკარად ჩანდა. გასაზრდელი ხონდა რომ გიორგის და მეცხრა დამეცხვასე რომ განათლების და მეცნიერების მინისტრი პოლიში მინისტრის მოსახელე გიორგი მარგველაშვილი. არ ვიცი იქნებ ყველა ნამდვილად ესა. მადლობ თვითონაც აბატი ევანდელის სიჩვალეს ლადროს ბავშვებო,